არ ვიცი პირველად მისმენ და მიყურებ თუ წინა ვიდეოებიც გაქვს ნახული, მაგრამ თუ გაიფიქრე ან გიფიქრია ეს ვის დაეკარგა, ამის ფსიქოლოგობა გვაკლდაო, მაშინ ეს ვიდეო შენთვისაა. დავიწყებ იმით, რომ ფსიქოლოგია და ხელოვნება ძალიან ახლო არის ერთმანეთთან. შინაგანი აღქმის განცდა, თანაგრძნობა. ფსიქოლოგიაში ხელოვნების სფეროდან გადმოვიდა. ამ განმარტებას გერმანელებმა ხელოვნების ესთეტიკა უწოდეს. და ჩვენ ხედავთ 1890 წლიდან ნელ-ნელა როგორ გადმოვიდა ემოციების კონცეფცია ფსიქოლოგიაში. ეს ისე, მოკლედ და ზოგადად. და რაკი თანაგრძნობა ვახსენე და რა თქმა უნდა არა შემთხვევით, დღეს სწორედ ამაზე მინდა გითხრათ ორიოდეს სიტყვით. და დავიწყე ცნობილი ფრაზით, რომელიც ყველას გვითქვამს, თუ არა უმრავლესობას მაინც, ბევრჯერ თუ არა ერთხელ მაინც, მათ შორის მეც რა თქმა უნდა, აი ჩაიცვი ჩემი ფეხსაცმელი, გაიარე ჩემი გზა და მე მივხვდები მე ვინ ვარ და რა მაქვს გამოუგლილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რაც უფრო მეტად დრამატულობას ვანიჭებთ და დრამატულად ვწერთ ან გამოვხატავთ, უფრო მეტ თანაგრძნობას რომ ველოდებით, რა არასწორია. არასწორია ჩვენთვისაც და არასწორია იმ ადამიანისთვისაც, ვინც ისმენს ან კითხულობს. იმიტომ რომ შეცდომაში შევყვავს ჩვენი თავიც და ისიც. უფრო რომ გავამარტივოთ, ჩემ მაგალითზე გეტყვით, რაც არ უნდა ვეცადო. მე შენი ფეხსაცმელი ან პატარა მომივა, ან დიდი. და იმ შემთხვევაშიც კი, თუ ერთი ზონის ფეხსაცმელს ვატარებთ, ჩვენი თითოეული პიროვნების ინდივიდუალურობიდან გამომდინარე, ჩვენი ფიზიკური და ემოციურ დონეზე აღქმა მაინც განსხვავებული იქნება. იგივე ფეხსაცმლით, იგივე გზა, მაგრამ განსხვავებული ემოციები. ასე რომ, რაც არ უნდა ვეცადო, მე სრულად მაინც ვერ შევძლებ იმის გაგებას თუ რას განიცდი შენ. მით უმეტეს თუ მოსმენისას მე წარმოვიდგენ ამ ყველაფერს. ასევე არ იქნება ჩემი თანაგრძნობა სწორად, ჩემი თანაგრძნობით შეფასება სწორი. მე უბრალოდ კი არ უნდა წარმოვიდგინო შენ რასაც განიცდი, ან რაც გაიარე. არამედ შენთან ერთად უნდა განვიცადო ის ყოველივე, რაზეც მიყვები, რაზეც მესაუბრები. თითქოს მე ვარ, შენთან ერთად თითქოს მე ვარ. და თავარია სიტყვა თითქოს, თითქოს მე ვარ. მოკლედ, თანაგრძნობა არის ის, რასაც შენთან ერთად გრძნობ.